საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 11 აგვისტოს ბრძანებით ექიმი ვალდებული აღარ იქნება პაციენტის ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში სამართალდამცველ უწყებებს აცნობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა იუსტიციისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. აღნიშნულ ნაბიჯს ჰუმანურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი. სოფოკილაძის განმარტებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ზედოზირებაზე რეაგირების შედეგად პირის პასუხისმგებლობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მომხმარებლებში არსებობდა შიში და აზრი, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის შემთხვევაში აუცილებლად დააკავებდნენ. ხშირად პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები მათი თანხლები პირები თავს არიდებდნენ სამედიცინო დაწესებულებებზე მიმართვიანობას. ამდენად განხორციელებული ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა მოხსნილიყო ის ბარიერი, როგორც ადმინისტრაციული, ისევე ფინანსური ბარიერების მოხსნა. ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელს შეუწყობს ჩვენი უზენაესი მიზნით, ჩვენი პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებაში და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად იურიდიულად გაფორმდა ის, რაც ფაქტობრივად უკვე არსებობდა პრაქტიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახდენდა რეაგირებას ზედოზირების შემთხვევებზე და ამას ჰქონდა თავისი იურიდიული საფუძველი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოეხდინა რეაგირება ზედოზირების შემთხვევებზე.